რასაც ეხლა ნახავთ, მსგავსი რამ ბეის ჯამპინგის ისტორიაში არასდროს მომხდა. არც ერთხელ. 2026 წლის ბეის ჯამპინგში პირველი დაღუპვები თითქმის დაუჯერებელია. მოგესალმებით ექსტრემალური ზღვრის სამყაროში. ...2026 წლის 14 ივნისს მცირე ჯგუფი ჩამოვიდა ამ შორეულ კანიონის მხარეში, რომელიც მოაბიდან, იუტა, დაახლოებით 30 მილითაა დაშორებული, რომელსაც მინერალ ბოთომი ეწოდება. ისინი აქ ერთი ბეის ჯამპის შესასრულებლად ჩამოვიდნენ. ეს ყველაზე ახლოსაა იმასთან, როგორც ადამიანი ფრინველივით დაფრინავს. და ერთ-ერთი მამაკაცი, რომელიც ინდილით გაფრენისთვის ემზადებოდა, იყო დენი ჯო კრეგლი. დენი ცაში ახალი არ იყო. მას უკვე 100-ზე მეტი სოლო პარაშუტით ხტომა ჰქონდა შესრულებული. ის კარგად იცნობდა რისკებს და პარაშუტებს, მაგრამ სიფრთხილე არასდროს არის ზედმეტი, განსაკუთრებით მაშინ, როცა იმას აკეთებ, რასაც დენი აპირებდა. ამიტომ, როგორც პროფესიონალმა, რომელმაც იცის თავისი საზღვრები, მან იპოვა კიდევ ერთი პროფესიონალი, როგორც მეგზური, საუკეთესო, რაც ფულით შეიძლებოდა გეშოვა. ენდი ლუის. იმ დილით, დაახლოებით 8 საათზე, უდაბნოს სინათლე ჯერ კიდევ რბილი იყო. კანიონში დილის ჰაერი ჯერ კიდევ მშვიდი იყო. სადღაც არიზონაში დენის ოჯახი უყურებდა სელფის, რომელიც დენიმ გაუგზავნა მათ, სადაც იღიმოდა და აპირებდა მიზნის შესრულებას, რომელსაც წლები ატარებდა. დენი უსაფრთხოების სამაგრებში გაამაგრეს. და თუ წარსული კლიენტების გამოცდილებას დავერყნობით, საკმაოდ კარგად შეგვიძლია წარმოვიდგინოთ, როგორ გამოიყურებოდა ეს. ერთმა კაცმა, რომელმაც გედ ენდი ლუისთან ერთად გადახდა, თქვა, რომ ის ხსნიდა უსაფრთხოების სამაგრების თითოეულ ნაწილს და ამოწმებდა, რომ ყველა შესაკრავი კარგად იყო დაამრებული, სანამ საბოლოოდ საკუთარ თავს არ მიამაგრებდა პარაშუტის სისტემის უკანა მხარეს. როგორც ყოველთვის, მეთოდურად. ორივე კაცი კლდის კიდეს მიუახლოვდა. დემი წინ იყო, ენდი კი მის უკან. და მათ შორის სამაგრების სისტემა იყო, რომელიც ერთს მკერდთან, მეორეს კი ზურგზე აკავშირებდა. ენდის ზურგზე ერთი პარაშუტი ჰქონდა, რომლის გამოღების თოკიც გასასვლელთან მზად იყო. მათ ქვემოთ 280 ფუტის სიღრმეზე იყო გატეხილი ქვიშაქვის დაქანება, რომელსაც ადგილობრივები ტალუსს ეძახდნენ. შემდეგ ისინი გადახდნენ. გამოღების თოკი მაკან დაიჭიმა. ენდის ზურგზე არსებული კონტეინერი გაიხა. პარაშუტი დილის ჰაერში ზუსტად დროულად გაიშალა და იმ პირველ წამში დენი კრეგლი იღებდა ზუსტად იმას, რისთვისაც $989 გადაიხადა. მიწა მის ქვემოთ ჩაიკარგა და კანიონის კედლები მის გარშემო ამოიწია. ადრეული სინათლის ფონზე წითლად ანათებდნენ. ყურებში ქარის ხმა თანდათან ძლიერდებოდა და დენი გრძნობდა იმ ღელვარებას, რომელსაც მხოლოდ ჩიტივით ფრენა გაძლევს. ეს ჩვეულებრივი იყო. ეს შვიდი იყო. ყველა ხილული ნიშნით ეს ისეთივე დილა იყო, როგორიც მანამდე ასობით ყოფილა. არაფერი იყო იმ მომენტში, რაც მიანიშნებდა, რომ ეს ნახტომი რაიმეთი განსხვავდებოდა ენდის მიერ გაკეთებული ბოლო 1000 ნახტომისგან. არც ქარის ძლიერი დაბერვა, არც გაფრთხილება დენი უსაფრთხოდ იყო. მის ზურგზე ამერიკის ერთ-ერთი ყველაზე გამოცდილი ბეის ჯამპერი ჰყავდა მიმაგრებული. შეიძლება მისი სახელი არ გეცნობათ, მაგრამ თუ 2012 წელს მადონას სუპერბოულის შესვენების შოუს უყურეთ, უკვე გინახავთ ის. უბრალოდ არ იცით. ის იყო კაცი თეთრ ტოგაში, რომელიც 1 ინჩიან თოგზე ხტუნავდა და ფლიპებს აკეთებდა, მაშინ როცა მადონა მის უკან მღეროდა. 114 მილიონი ადამიანის წინ. მათგან უმეტესობას წარმოდგენაც არ ჰქონდა, რომ უყურებდნენ ადამიანს, რომელიც შემდეგ თავიდან განსაზღვრავდა, რა შეიძლება გადაურჩეს ადამიანის სხეულ. მაგრამ ის კაცი იმ სცენაზე ტრიუქს არ ასრულებდა. ის მთელი ქვეყნის წინაშე აკეთებდა იმავეს, რასაც მთელი ცხოვრება აკეთებდა. ის დადიოდა ზღვარზე კონტროლსა და კატასტროფას შორის და ამას ისე აკეთებდა, თითქოს ძალისხმევა არ სჭირდებოდა. და კიდევ გასართობის კი იყო. დენი ენდის თავის სიცოცხლეს ტყუილად არ ანდობდა. წლების წინ ამ კლდემდე, ამ კანიონამდე. დიდი ხნით ადრე, სანამ ენდიმ პარაშუტი ზურგზე გაიკეთა, ის უკვე იყო შეპყრობილი რაღაცით, რაც თითქმის ძალიან აბსურდულად ჟღერს, რომ ნამდვილი სპორტი იყოს. წარმოიდგინე, რომ ორ საყრდენ წერტილს შორის გაჭიმა ვიწრო თასმას, რომელიც თითქმის მხოლოდ შენს ცერივით სიგანია. შემდეგ ცდილობ, რომ მასზე გადაუარო. ამას slacklining-ი ქვია. შენთვის და ჩემთვის კი, უბრალოდ ერთი ბოლოდან მეორემდე გადავლა ისე, რომ არ ჩამოვარდეთ, უკვე მიღწევა. მაგრამ ენდი მიკითხა, რა მოხდება თუ მასზე ტრამბოლინივით ახტები? რა მოხდება თუ შეძლებ, რომ ზურგით გადაბრუნდე ჰაერში? ეს მანამდე არავის გაუკეთებია. ენდი ამას მაშინ აკეთებდა, როცა კოლეჯის სტუდენტი იყო მარინის საგრაფოდან, კალიფორნიიდან, 2004 წელს. როცა კლდეზე ცოცვისას მხარი ამოიგდო. უმეტესობა ესეთ ტრავმას რომ მიიღებს, ისვენებს. ენდიმ თავის სახლთან ახლოს თოკი გააბადა, მასზე სიარული დაიწყო, სანამ ხელი უმჯობდებოდა. 1 წელიწადში ეს ხობად იქცა. 2 წელიწადში ეს მისი მთელი ცხოვრება გახდა. და რამდენიმე წელიწადში მან ის, რასაც ალბათ მხოლოდ 70 ადამიანი იცნობდა, მილიონების საყვარელ საქმიანობად აქცია. როცა 2008 წელს პირველი slacklining-ის მსოფლიო ჩემპიონატი მოიგო. შემდეგ ენდიმ ეს კიდევ ერთი ნაბიჯით წინ წაიღო.
რადგან თუ მიწაზე slackline-ზე სიარული რთულია, რა მოხდება თუ თოქს კანიონის თავზე გააბამ, სადაც ქვემოთ 100 ფუტი სიცარიელი. ვგულისხმობ, არ უნდა იყო აინშტაინი, რომ მიხვდე, ერთი შეცდომა, ერთი ძლიერი ქარი ან არასწორი ნაბიჯი ასეთ სიმაღლეზე და ყველაფერი დასულებულია. უმეტესობისთვის ეს ზედმეტად დიდი რისკია. ენდი კი უმეტესობას არ გავდა. მან მუნვოქი შეასრულა თოგზე, რომელიც ლას-ვეგასში კაზინოს კოშკებს შორის 480 ფუტის სიგრძეზე იყო გაბმული. მან ამითას არ დაკმაყოფილდა. ამ კაცმა თოკებზე იარა, რომლებიც ცხელ ჰაერის ბუშტებს შორის 4000 ფუტის სიმაღლეზე იყო გაბმული. და ეს 100-ზე მეტჯერ გააკეთა. დიახ, 100-ჯერ. მან სიმაღლეზე გაბმული თოკები გადაკვეთა არც დამცავი სამაგრით და არც აღკაზმულობით. ამიტომ, რომ ერთი არასწორი ნაბიჯი საბედისწერო არ გამხდარიყო, მან slacklining-ის დროს ბეის პარაშუტის დარება დაიწყო. იდეა ის იყო, რომ თუ ფეხი დაუწდებოდა, გადახდებოდა, პარაშუტს გახსნიდა და იმედს იტოვებდა, რომ საკმარისი სივრცე ექნებოდა მის გასახსნელად. მან ამას baselining-ი უწოდა და მიუხედავად იმისა, რომ ეს მარფა ჟღერს, როგორც ჯეიმს ბონდის ფილმიდან, აშკარად იმუშავა. ამან მას სახელი მოუტანა, რადგან სხვა პროფესიონალი რისკის მოყვარულები, ადამიანები, რომელთა დედებიც კი ფიქრობენ, რომ ისინი გიჟები არიან, უყურებდნენ ამ კაცს, რომელიც დაუბმელი თოკებით დადიოდა და ერთადერთი გეგმა ბი პარაშუტი ჰქონდა. და გადაწყვიტეს, რომ სწორედ ის იყო გიჟი. მათ მას sketchy and შეარქვეს. ერთმა თანამფრთობელმა თქვა, რომ მას ჰქონდა რეპუტაცია, რომ უფრო ვიწრო სივრცეებში ხდებოდა და პარაშუტს უფრო გვიან ხსნიდა, ვიდრე ვინმე სხვას გაუბედავს. ამ ზედმეტ სახელის მიუხედავად, ადამიანები, რომლებიც სინამდვილეში ენდისთან მუშაობდნენ, თვლიდნენ, რომ ის სპორტში ერთ-ერთი ყველაზე ფრთხილი და მეთოდური კაცი იყო. და ბოლოს, ხალხი აღარ უყურებდა მხოლოდ მის ტრიუკებს. ისინი ეკითხებოდნენ: შეგიძლია მას სასწავლო? წლების განმავლობაში პასუხი უმეტესად იყო არა. და რომ გაიგოთ, რატო, უნდა იცოდეთ რა არის სინამდვილეში base jumping-ი. პარაშუტისტები თვითფრინავებიდან ხდებიან. base jumper-ები კი უბრალოდ მაღალი ობიექტებიდან ხდებიან. შენობებიდან, ანძებიდან, ხიდებიდან და კლდეებიდან. ეს არის მთელი სპორტი. ეს შეიძლება ძალიან განსხვავებულად არ ჩანდეს პარაშუტიზმისგან, მაგრამ თვითმფრინავის ამოღება კიდევ რაღაცასაც ამოიღებს. პარაშუტისტი თვითმფრინავს ტოვებს ისეთ სიმაღლეზე, რომ მას საკმარისი დრო აქვს, რომ თითქმის ყველაფერი გამოასწოროს, თუ რამე არასწორად წავ. მაგალითად, სარეზერვო პარაშუტის გახსნა თუ მთავარი არ გაიხსნება. base jumper-ი კლდიდან გადახტომისას მხოლოდ რამდენიმე წამი დაფრინავს და მხოლოდ ერთი პარაშუტი აქვს. მხოლოდ ერთი. რადგან უბრალოდ საკმარისი სიმაღლე არ არის, რომ მეორე პარაშუტი გახსნას. ყველაფერი ზუსტად სწორად უნდა წავიდეს პარაშუტთან დაკავშირებით. თუ ის არ გაიხსნება, ეს ნიშნავს დასასრულს. შეგიძლიათ მიხვდეთ, რატომაც ვერ ისწავლე ამას უბრალოდ ერთ შაბათ-კვირაში. უმეტესობა მხტომელებისა ბეის ნახტომისთვის გამბედაობას 100-ობით პარაშუტული ნახტომით, წლების ვარჯიშის და სხეულის სწორად დაჭერისა და ქარის შეფასების სწავლაში გატარებული უთვალავი საათით იკრებს. მაგრამ ენდიმ იფიქრა, რომ სხვა გზაც არსებობდა. რა მოხდებოდა, თუ ადამიანებს არ მოუწევდათ წლების განმავლობაში სწავლა? რა მოხდებოდა, თუ მათ სხვისი გამოცდილებით სარგებლობა შეეძლებოდათ? ასე რომ 2018 წელს მან დაარსა კომპანია სახელად Base Jump Mobi, რომელიც სწორედ ამ იდეაზეა აგებული. იმის ნაცვლად, რომ წლები დახარჯო Base Jumper-ად გახტომაში, შეგიძლია პარასკევს მოხვიდე მოაბში, შაბათ-დილით შეხვდე ენდის და რამდენიმე საათში ამერიკის ერთ-ერთ ყველაზე გამოცდილ Base Jumper-თან ერთად ზურგზე მიმაგრებული კლდიდან გადახტე. გამოცდილება მას ჰქონდა. შენ კი უბრალოდ თან მიხვებოდი. გამოცადე ისეთი თავგადასავალი, რომ ის მოყოლაც შვილიშვილებს ღირს. და სანამ ითქვი, რომ ეს სრულიად უპასუხისმგებლო ჟღერს, უნდა იცოდე, ენდი იმ იშვიათ ადამიანთაგანი იყო ქვეყანაში, რომელსაც თითქმის 1000 base jump-ი ჰქონდა შესრულებული. 1000. მან დაიმსახურა ის ნდობა, რომ იმ რამდენიმე წამით 100-ობით უცნობი მას მინდობოდა. და ყოველ ჯერზე ეს ადამიანი მთელი ცხოვრების სამახსოვრო ისტორიით მიდიოდა. მის კომპანიას ყავდა კლიენტები 6 წლიდან 80 წელზე მეტის ჩათვლით. იმ დროისთვის, როცა მისი ასაკის უმეტესობა კარიერას იწყებდა, ენდი უკვე აშენებული ჰქონდა კარიერა სპორტში, რომელიც თითქმის არ არსებობდა. და ეს არც რაიმე მიწისქვეშა საქმიანობა იყო. ხელისუფლებამ 2026 წლის მაისში ოფიციალურად მისცა ნებართვა კომერციულ ტანდემ base jumper-ად. ენდი ლუისი მართავდა ლიცენზირებულ ფედერალურად შემოწმებულ ბიზნესს უნაკლო რეპუტაციით, რომელიც ყველაზე უსაფრთხო იყო ამ სფეროში. ზუსტად ამას ეძებდა დენი ჯო კრეგლი. და აქვე დაუბრუნდეთ იმ დილას. დაუბრუნდეთ კანიონში. დაუბრუნდეთ ორ კაცთან, რომლებიც თავისუფალ ვარდნაში არიან. როცა დენიმ კლდიდან გადადგა ენდის ზურგზე აკიდებული, ის რისკზე არ მიდიოდა უცნობთან ერთად. ის ალბათ ამ სპორტში ყველაზე უსაფრთხო არჩევანს ანდობდა თავს. და ერთი წამით ეს ფსონი ამართლებდა. არაფერი არ უნდა წასულიყო ცუდად. და სწორედ ეს ხდის შემდეგ მომხდარს, ასე რთულად გასაგებს.
როდესაც დენი ამ გამოცდილებით თკვებოდა, მათ ზემოთ ცაზე პარაშუტის გუმბათი თითქმის 1000-ჯერ იყო გაშლილი მანამდე. ყველას, ვინც ამ მომენტამდე უყურებდა, უბრალოდ სხვა ნებისმიერივით ჩვეულებრივი ნახტომი ეჩვენებოდა. ვარდნაში მყოფ ორ კაცს ზემოთ პარაშუტის გუმბათის სექციები იწყებდნენ ჰაერით შევსებას. მისი თოკები დატვირ თვის ქრეშ იწელებოდა. ნორმალურ ნახტომში ეს ის მომენტია, როცა ქსოვილი ფრთად იქცევა და ვარდნა ფრენად გარდაიქმნება. გარდა იმისა, რომ ამჯერად ამ გარდაქმნისას ის შეჩერდა. პარაშუტის გუმბათი გამოვიდა, მაგრამ ბოლომდე არ გაიხსნა. ვერავინ, ვინც გიყურებდა, ვერ გეტყოდა ზუსტ მომენტს, როცა ყველაფერი ნათელი გახდა. შეიძლება ის იქ ეკიდა, ნახევრად გახსნილი, ერთი გულის ცემის განმავლობაში. შეიძლება ფორმა თავიდანვე არასწორი იყო, როგორც კი ჰაერი შევიდა. მაგრამ რაღაც მომენტში, იმ წამში, ენდისა და დენის ზემოთ მყოფი ის რამ, უკვე აღარ იყო გახსნის პროცესში მყოფი პარაშუტი და რაღაც სხვა იქცა. უბრალოდ ქსოვილი, რომელსაც ორი კაცი ეკიდა და რომელიც საათში 50 მილზე მეტ სიჩქარეს აღწევდა. და ქსოვილი თითქმის არაფერს ანელებს. თუ ეს ჩვეულებრივი პარაშუტით ხტომა იქნებოდა დაახლოებით ვთქვათ 13000 ფუტიდან. მათ ციტკნის მთელი წუთი ექნებოდათ თავისუფალი ვარდნისთვის. ასე რომ მათი მთავარი პარაშუტის მარცხის გათვალისწინებით, ენდი უბრალოდ მოიშორებდა მას და გახსნიდა სათადარიგოს. მაგრამ კლდე, საიდანაც ენდი და დენი ეხლახან გადმოაბიჯეს, მხოლოდ დაახლოებით 280 ფუტის სიმაღლისაა. მათ დაახლოებით 3, შეიძლება 4 წამი ჰქონდათ მიწამდე მისვლამდე. და არაფერი იყო, რაც მათ სიჩქარეს შეანელებდა. ბევრი ვიფიქრე იმაზე, რას იფიქრებდა ენდი ამ მომენტში. ეს ის კაცია, რომელსაც ერთხელ პარაშუტი უკუღმა გაიხსნა. კლდის კედელს შეასკდა და მაინც გადარჩა. თუ ცოცხალთაგან ვინმეს შეეძლო მწყობრიდან გამოსული პარაშუტის გუმბათის შეხებით იმავე წამს ამოეცნო, ეს სწორედ ის იყო. ეს ნიშნავს, რომ ენდი ლუისმა თითქმის უეჭველად იცოდა რაღაც კატასტროფულად არასწორად რომ მოხდა. მას უბრალოდ სიმაღლე არ ყოფლიდა, რომ რამე გაეკეთებინა. მესამე წამზე პარაშუტი არ იყო. არც სათადარიგო. და თუნდაც ყოფილიყო, აქ მაინც უსარგებლო იქნებოდა. ენდი ვერაფერს გააკეთებდა. რაც არ უნდა მოხდეს შემდეგ, უბრალოდ ის მოხდება. და სწორედ ასე, ორივე მამაკაცი კლდის ძირას, ნაშალი ქვების ფერდობს დაენაცნენ. კლდეზე ენდის ჯგუფმა და მისმა ახლო მეგობრებმა ყველაფერი იხილეს, რადგან ტანდემში ხტომა ორ ადამიანზე მეც მოითხოვს. ვიღაცამ კიდესთან ის თოკი უნდა აკონტროლოს და ენდი ყოველთვის თავის გუნდთან ერთად ხდებოდა. მათთვის მთელი ეს შემთხვევა კლდიდან გადადგმული ნაბიჯიდან ქვებზე დაცემამდე ყველაფერი შეიძლება 5 წამი გაგრძელდა. დაახლოებით იმდენი, რამდენიც YouTube-ის რეკლამის გამოტოვება სჭირდება. იმ კლდეზე მდგომი ერთ-ერთი მამაკაცი იყო ჯიმი პეტერსონი. ენდის ბიზნეს პარტნიორი და მისი ახლო მეგობარი უკვე 14 წელია. მეორე იყო ბრენდ კეინი, ენდის მეგობარი, რომელიც სხვათა შორის სასწრაფო სამედიცინო ტექნიკოსად და მეხანძრედ მუშაობდა. და როცა მათ დაინახეს თავიანთი მეგობარი, რომელიც არასდროს ვარდებოდა, როგორ დაეჯახა კლდეს თავის კლიენტთან ერთად. ისინი არ დაყოვნებულან. ჯიმი პეტერსონი გადავიდა კიდეზე მაშინვე თავისი მეგობრების შემდეგ. არ გადამხტარ, არამედ ცოცვით, კლდის ქვემოთ ჩასვლით და შემდეგ იმ მხუიერი დამტრეული ქვიშაქვის დაღმართზე ჩასვლით იმდენად სწრაფად, რამდენადაც რელიეფის საშუალებას აძლევდა, ქვემოთ უძრავ ორ ფიგურასთან მიიწევდა. მაგრამ ის, რაც მან მათთან მისვლისას ნახა, ამ დილას იმაზე უფრო სასტიკს ხდიდა, ვიდრე ნებისმიერი მყისიერი დასასრული იქნებოდა. დაიმახსოვრე, ტანდემური აღჭურვილობა ასე მუშაობს. კლიენტი ზის აღჭურვილობის წინამხარეს, ხოლო პილოტი უკან. ეს ნიშნავს, რომ დენის სხეული გარეთ სამკაროსკენ იყო მიმართული, ხოლო ენდის სხეული მის უკან იყო. ეს იყო სტანდარტული განლაგება, რომელსაც ის ყველა თავის კლიენტთან იყენებდა. ასე რომ, როდესაც წყვილი საათში 50 მილზე მეტი სიჩქარით იმ წახნაგოვან ქვიშაქვის ფერდობზე დაეჯახა, ორივე მამაკაცი კლდეებს ერთნაირად არ შეეჯახა. ჯენი ჯო კრეგლი თავისი შვილიშვილისთვის ჯადოქარი. კაცი, რომელმაც რამდენიმე საათით ადრე თავის ოჯახს ღიმილიანი სელფი გაუგზავნა, სამწუხაროდ დარტყმის მთელი ძალა სწორედ მას დაადუხდა. ის ადგილზე გარდაიცვალა. ერთ წამს მაღლა მისმა ეკიპაჟმა ალბათ იფიქრა, რომ ორივე დაკარგეს. მაგრამ ენდი ლუისი ჯერ კიდევ ცოცხალი იყო. ყოველ შემთხვევაში ამ ეტაპზე. ვარდნას 5 წამი დასჭირდა, მაგრამ რასაც ეს მოხვა, 3 საათის ტანჯვა იყო. და რაც შემდეგ უნდა მომხდარიყო, ტრაუმის ექიმები ამას ოქროს საათს უწოდებენ. სასწრაფო მედიცინაში ერთ-ერთი უძველესი წესი ისაა, რომ კატასტროფული დაზიანებების მქონე ადამიანს გადარჩენის საუკეთესო შანსი აქვს, თუ შეჯახებიდან 60 წუთში საოპერაციოში მოხდება. ამიტომ მიქრიან სასწრაფოები საცობებში და ამიტომ არსებობს სამედიცინო ვერტმფრენები, რადგან ამ საათში ყოველი წუთი, როგორც იტყვიან, ოქროს ფასია. და რომ ენდი სოლტ ლეიქ სიტის ცენტრში იმ ქვებზე დასწემოდა, ტრაუმის ექიმთა გუნდი მასთან შეიძლება 15 წუთში მისულიყო. თუნდაც ამერიკის უმეტეს სოფლებში, ალბათ მაქსიმუმ 30-დან 40-მდე წუთში. მაგრამ ენდი ავარიაში მოყვა მინერალ ბოთომში, იუტაში. ეს ადგილი ამერიკაში ერთ-ერთი ბოლო ნამდვილი მკვდარი ზონაა. აქ არც მობილური სიგნალი და არც რადიო არ აღწევს. და ამ კლდეებსა და გარესამყაროს შორის 30-ზე მეტი მილის კანიონის გზაა.
ასე რომ მაშინაც კი როცა ჯიმი იმ ორ კაცს მიუახლოვდა, გულის სიღრმეში უკვე იცოდნენ ეს საშინელი სიმართლე. არავინ მოდიოდა, რადგან სხვა მარტს კი იცოდა, რომ უბედური შემთხვევა მოხდა. მაგრამ ენდი ჯერ კიდევ ცოცხალი იყო. მათ რაღაც უნდა გაეკეთებინათ. ამიტომ ეკიპაჟმა შეუძლებელი საქმე ორ ნაწილად გაყო. ჯიმი პეტერსონი თავის საუკეთესო მეგობართან და სხვებთან ერთად დარჩა, ყველაფერს აკეთებდნენ ენდისთვის სამედიცინო თვალსაზრისით. თუმცა ბევრი ვერაფერი შეძლეს. და ბრენდ კეინი, გარდა იმისა, რომ ენდის მეგობარი იყო, ასევე სასწრაფო დახმარების მედიკოსი და მეხანძრე გახდა. მან იცოდა, რომ იმ კანიონის ძირზე რამდენი პირველადი დახმარებაც არ უნდა გაეწიათ, ტრავმატოლოგ ქირურგს ვერაფერი ჩაანაცვლებდა. ყველაზე მნიშვნელოვანი, რაც გამოცდილი მედიკოსი შეძლებდა გაეკეთებინა, იყო გადაუდებელი დახმარების პოვნა დაუყოვნებლივ. ამიტომ ის საჭეს მიუჯდა და სწრაფად აიარა კანიონის გზა ცივილიზაციისკენ. მან საჭესთან ყოფნისას თვალებს გზასა და ტელეფონის ეკრანს შორის აცეცებდა. ელოდა, ეხვეწებოდა, რომ სიგნალის ერთი ზოლი მაინც გამოჩენილიყო. ყოველი წამი იმ კანიონის ძირზე იყო წამი, როცა ოქროს საათის ათვლა გრძელდებოდა. იქ ქვემოთ ვინმეს დაენახა ეს თუ არა. და სადღაც ზემოთ, იმ პლატოზე, რამდენიმე წუთიანი გამალებული ტარების შემდეგ, ბოლოს და ბოლოს სიგნალის ზონაში შევიდა. კეინმა 9-1-1-ზე დარეკა. როცა Grand County-ის dispatcher-მა პირველად მოისმინა, რა მოხდა იმ დილით მინერალ ბოთომში, რეაგირება საოცარი იყო. Grand County-ის შერიფის მოადგილეები კანიონისკენ გაემართნენ. Grand County-ის სამზებრო სამაშველო სამსახური, თამსვლელების სრულად მოხალისე გუნდი, ასევე მობილიზებული იყო. Grand-ის გადაუდებელი სამედიცინო დახმარების სამსახური მათთან ერთად წავიდა. და რადგან იმ გამოძახებაზე ჩართულმა ყველამ იცოდა, რას ნიშნავს სიმაღლიდან ვარდნა შორეულ კანიონში, ორი სამედიცინო ვერტმფრენი ფრინავი ინტენსიური თერაპიის გამყოფილებითაც მობილიზებული იყო. ქაღალდზე ეს უზარმაზარი რეაგირება. დაახლოებით 45 წუთის შემდეგ, რაც კეინის ზარი განხორციელდა, დახმარება შემთხვევის ადგილზე მივიდა. და ისეთი ადგილისთვის, როგორიც მინერალ ბოთომია, 45 წუთი ნამდვილად სწრაფია. მაგრამ გადაუდებელი შემთხვევები დროს არ ითვლიან იმ მომენტიდან, როცა დახმარებას ითხოვ. ისინი დროს ითვლიან იმ მომენტიდან, როცა ყველაფერი არასწორად მიდის. კლდიდან დაშვებამ და კეინის მიერ სიგნალისთვის გასვლამ ძვირფასი დრო წაიღო. იმ დროისთვის, როცა კვალიფიციური მაშველები საბოლოოდ მივიდნენ მასთან, მისი ცხოვრებისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი საათი უკვე გასული იყო. მიუხედავად ამისა, მედიკოსები იმ ფერდობზე მუშაობდნენ ჟანგბადით და ტრავმის მოცინავე დახმარებით. ყველაფერი, რაც მათ ჰქონდათ, გამოიყენეს და ენდი მათთან ერთად იბრძოდა. ის დაახლოებით 3 საათის განმავლობაში იბრძოდა, მაგრამ ტრავმა ძალიან ძლიერი აღმოჩნდა. დაახლოებით დილის 11 საათზე. 2026 წლის 14 ივნისს. კლდის ქვეშ არსებულ ქვებზე, იმ კლდის ქვეშ, საიდანაც ასობით ჯერ გადამხტარა თავის საუკეთესო მეგობართან ერთად, რომელსაც 14 წელია იცნობდა, ენდი ლუისი ადგილზე გარდაიცვალა. ის 39 წლის იყო. ახალი ამბავი მოაფში. მანამდე მივიდა, სანამ ვერტმფრენები თავიანთ ადგილებზე დაბრუნდებოდნენ. საღამოსთვის ეს ყველგან იყო გავრცელებული და ყველა, ვინც ამას კითხულობდა, იმავე კითხვას სვამდა, რასაც თქვენ ახლა სვამთ. რა წავიდა არასწორად. ამ ვიდეოს შექმნის მომენტისთვის ოფიციალური მიზეზი ჯერ არ გამოქვეყნებულა. არ არსებობს დასრულებული გამოძიება ან აღჭურვილობის დასკვნები. საჯაროდ არ გამოქვეყნებულა აუტოპსიის შედეგები და მისი საკუთარი კომპანიაც გაჩუნდა. რადგან გამოძიება მიმდინარეობდა და მის ყველაზე ახლობელ ადამიანებს ჭირდებოდა სივცე დაუთ. ამიტომ როცა ოფიციალური პირები არაფერს ამბობდნენ, ადამიანები, რომლებიც რეალურად ესმოდათ ეს სპორტი, საქმეს შეუდგნენ. უნდა იცოდეთ, რომ 1991 წლიდან მოყოლებული ბეის ჯამპინგის საზოგადოება სპორტში ყოველი სიკვდილის შემთხვევას აღრიცხავს. და თითოეული შემთხვევა ცოცხლების მიერ დეტალურად წვრილ მანამდე განიხილება. ეს იმიტომ არ ხდება, რომ ისინი სიკვდილით არიან მოჯადოებულები, არამედ იმიტომ, რომ ამ სპორტში ასე რჩებიან ადამიანები, ცოცხლები. მათ სჭირდებათ თითოეული სიკვდილის მიზეზის დაფიქსირება და გაანალიზება, რათა მომავალში თავიდან აიცილონ მსგავსი შემთხვევები. ეს შეიძლება მძიმე ჟღერდეს, მაგრამ ეს არის ერთადერთი უსაფრთხოების სისტემა, რაც ამ სპორტს ოდესმე ქონია. და რამდენიმე საათში ეს მექანიზმი მინერალ ბოთომისკენ მიმართეს. მხტომელები, რომლებსაც 10 წლეულები ჰქონდათ ამ სპორტში და ზუსტად იმ კლდიდან იყვნენ გადაფრენილები, დაიწყეს იმ 3 წამის ყველა ცნობილი დეტალის გაანალიზება. ზოგი ფიქრობდა, ხომ არ მოხდა შეცდომა თვითონ პარაშუტის გახსნის თანმიმდევრობაში. სხვები კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებდნენ. ხომ არ მოხდა რამე იმ წამის უმცირეს ნაწილში კატის კლდის დატოვების შემდეგ. და ჯერ კიდევ არ არსებობს ერთიანი აზრი. ადამიანები, რომლებსაც 10 წლეულების გამოცდილება აქვთ და 1000-ობით პარაშუტი აქვთ ჩალაგებული, ვერ ამბობენ, რომ ეს იყო ენდის შეცდომა. სინამდვილეში ვფიქრობ, რომ ეს არის ამ მთელი ისტორიის ყველაზე შემაშფოთებელი ნაწილი. რადგან როგორ ისწავლი შემთხვევიდან, რომელიც საერთოდ არ უნდა მომხდარიყო. და ეს არ არის ერთადერთი შემაშფოთებელი რამ ამ ისტორიაში. რადგან მაშინ, როცა მხტომელები იმ 3 წამში ეძებდნენ პასუხებს, სხვები უფრო მარტივ კითხვას სვამდნენ. როდის იყო ბოლოს, როცა ტანდემური ბეის ჯამპი მონაწილეების სიკვდილით დასრულდა. რა თქმა უნდა, ესეთ სასიკვდილო სპორტში ეს ადრე უკვე მომხდარა. მათ გადახედეს დაფიქსირებული სიკვდილის შემთხვევების სიას, მაგრამ არც ერთი მათგანი არც ერთი არ ყოფილა ტანდემური ბეის ჯამპი. სპორტის მთელი დაფიქსირებული ისტორიის განმავლობაში ეს არასდროს მომხდარა. 2026 წლის 14 ივნისი. ფართოდ მიიჩნევა და აქ ფრთხილად ვიქნები, რადგან არც ერთი ოფიციალური ორგანო არ ადასტურებს ამ ტიპის რეკორდს. რომ ეს იყო პირველი შემთხვევა, როცა დედამიწაზე ამ ყველაზე მომაკვდინებელი საჰაერო სპორტის კომერციულ მხარეს მსხვერპლი მოხდა. და ადამიანი, რომელმაც ამ რეკორდს ბოლო მოუღო, იყო ის, ვინც ამ სპორტის განვითარებაში ყველაზე დიდი წვლილი შეიტანა ცოცხალ ადამიანებს შორის. შეიძლება ამიტომაც თითქმის იმავე სისწრაფით, როგორც კი ხალხმა დაიწყო კითხვა, რა მოხდა, მათ დაიწყეს სხვა რაღაცის კითხვა.
უნდა არსებობდეს საერთოდ ესეთი ნახტომი. იმიტომ რომ Andy Lewis იყო გადამხდელი კლიენტი Base Jump-ზე და ზოგიერთი ადამიანისთვის ეს ყველაფერი ცვლის, რადგან ბევრად ადრე ვიდრე 14 ივნისი. Base საზოგადოების თვითონაც ჰქონდა პრობლემები იმასთან, რასაც Andy ყიდდა. ზოგიერთმა კი პირდაპირ ტანდემური Base Jump-ი მსოფლიოს ყველაზე სულელურ რამედად კი მოიხსენია. და ეს იმიტომ არ იყო, რომ Andy-ს ძულდათ, მათგან ბევრი მისი ძველი ახლო მეგობარი იყო, ვისთანაც დიდი ხანია დაფრინავდა. ისინი უდიდეს პატივს სცემდნენ მას. მაგრამ ისინი ასევე ფიქრობდნენ, რომ Base Jumping-ის უფლება უნდა დაიმსახურა. მათი აზრით, Base Jumpers წლები უნდა დაუთმოს საფუძვლების შესწავლას და იმ კლდის ქარების დაუფლებას, საიდანაც აპირებს გადახტომას. მათ უნდა წაიკითხონ სასიკვდილო შემთხვევების სია და ზუსტად იცოდნენ, რა შეებმებიან. ტანდემში მგზავს ეს ყველაფერი არ სჭირდება. დანი მაგალითად 100-ზე მეტი პარაშუტით ხტომა ჰქონდა, რაც შთამბეჭდავია. მაგრამ მას Base-ის პარაშუტი არასდროს უმართავს. ასე რომ ალბათ იმ ძალიან მოკლე წამებში წარმოდგენაც არ ჰქონდა, რა მოხდა არასწორად. ასწორად. მან უბრალოდ ხელი მოაწერა პასუხისმგებლობის მოხსნის დოკუმენტს, გადაიხადა $999 და მეტნაკლებად თავისი სიცოცხლე სხვა კაცის ხელში ჩააბარა. მისი მთელი წარმოდგენა რისკზე ძირითადად იმაში მდგომარეობდა, რომ Andy მეს 1000 ჯერ გააკეთა. მაგრამ კიდევ ერთხელ გახსოვდეთ, Andy მეს 1000 ჯერ გააკეთა. ეს ოპერაცია თითქმის 8 წლის განმავლობაში მიმდინარეობდა. ფედერალურმა მთავრობამ ზუსტად ამ ოპერაციას შეხედა და ოფიციალურად დაამტკიცა. 6 წლის ბავშვები უსაფრთხოდ დაბრუნდნენ სახლში. 80 წლისებიც უსაფრთხოდ დაბრუნდნენ სახლში. და ზოგიერთმა კლიენტმა მხოლოდ ამბავი კი არა, მეტი რამაც წაიღო. ერთმა ქალმა, რომელმაც Andy-სთან ერთად გადახდა დედის გარდაცვალების შემდეგ, დაწერა, რომ მან ჩემი გული განკურნა, როცა ტკივილი მქონდა. და თავად Andy-ს პარტნიორმა, Hailey Ashburn-მა, მის გარდაცვალების შემდეგ ყველაზე მარტივი დაცვა გამოთქვა. მას არასოდეს უთქვამს, რომ ეს სპორტი უსაფრთხოა. Base Jumping-ში ამას არავინ ამტკიცებს. მან თქვა, რომ ყველას აქვს უფლება აიღოს ისეთი რისკი, როგორიც სურს, და Andy ამ უფლებას თავის ბებას თავის ბოლო ამოსუნთქვამდე დაიცავდა და მანაც ასე მოიქცა. თუ კითხვა მხოლოდ ის იყო, შეიძლება თუ არა Tandem Base Jumping-ის უსაფრთხოდ შესრულება. Andy Lewis-მა თითქმის 10 წლეული გაატარა ამაზე დადებითი პასუხისგაცემაში. სანამ ერთ ივნისის კვირა დილას ასე აღარ იყო. Andy Lewis-ისთვის ხარკი ყველგანიდან მოდიოდა. Thomas Hubery დღესდღეობით ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი თამსვლელი, მას ჩვენ შორის ყველაზე თავზე ხელაღებულს უწოდებდა. Jimmy Patterson-ი მეგობარი, რომელმაც იმ ფერდობზე გაჭირვებით ჩაეშვა და მის გვერდით დარჩა ბოლომდე, გატეხილი გულით იყო. მაგრამ ყველაზე განსაცვიფრებელი პასუხი იმ კაცის ოჯახმა გასცა, რომელმაც Andy-ს თავისი სიცოცხლე ანდო. რადგან ყველა მიცოდა რა მოხდებოდა შემდეგ, როცა კომერციულ ოპერაციაში კლიენტი, რომელმაც გადაიხადა, იღუპება. საქმეში იურისტები ერთვებიან და სარჩელები მოხვება. ვინმეს დაადანაშაულებენ. ეს ის სქემა, რასაც უკვე ველით ხოლმე. გარდა იმისა, რომ აქ ასე არ მოხდა, დენის სოულმა კელიმ საჯაროდ განაცხადა, რომ Andy-ს არ ადანაშაულებდა. მან კარგად იცოდა ის რისკები, რომლებიც მისმა ქმარმა მიიღო მანამ, სანამ იმ კლდეზე ავიდოდა. მის თვალში ეს დაუდევრობა არ იყო. ეს უბრალოდ ტრაგედია იყო. მან დაკარგა ადამიანი, ვისთანაც 43 წელი გაატარა. დანიმ 2 ქალიშვილიც დატოვა. ის არ ცდილობდა ექსტრემალური სპორტის ვარსკვლავი გამხდარიყო. ის იყო 68 წლის წარმატებული ბიზნესმენი არიზონადან, რომელსაც მთელი ცხოვრება ერთი ოცნება ჰქონდა. მისი ოჯახი მას აღწერდა როგორც ადამიანს შესანიშნავი იუმორის გრძნობით, რომელიც ნებისმიერ ოთახს ანათებდა, სადაც კი შევიდოდა. მისი საყვარელი საქმე მთელ მსოფლიოში იყო ჯადოსნური ტრიუკების შესრულება თავის შვილიშვილთან ერთად. მაგრამ Andy-ს ოჯახს ვაჟი დაეკარგა. მეგობარი, პარტნიორი. მათ არ დაინახეს აზრი, რომ სასამართლო დარბაზში მესამე ტრაგედია შეექმნათ. ვფიქრობ, ეს განსაკუთრებული დიდ სულოვნებაა. რადგან ერთი რამაა, როცა რისკს იღებ მაშინ, როცა ყველაფერი კარგად მიდის. სრულიად სხვა რამეა, როცა მას იღებ მას შემდეგ, რაც საყვარელი ადამიანის სახლში აღარ ბრუნდება. რამდენიმე საათით ადრე, სანამ Andy გადახტებებოდა, მან ბოლო ვიდეო გამოაქვეყნა. გადაბრუნებული ნახტომი წითელი კლდის კანიონში, თოკის საქანელას გამოცდა, მომავალი სეზონის მოლოდინით აღფრთოვანებული. მან მადლობა გადაუხადა დრონის ოპერატორებს და ვიდეო დაასრულა ამ წინადადებით. რა მოგზაურობა იყო? და ეს მხოლოდ ეხლა იწყება. მას წარმოდგენაც არ ჰქონდა, რომ მისი კარიერა დასრულების პირას იყო. Andy Lewis-მა 20 წელი გაატარა იმის დამტკიცებაში, რომ ოსტატობას შეეძლო სიკვდილის შორს დაეჭირა. და თითქმის 1000 უცნობ ადამიანს, რომლებმაც Andy Lewis თავიანთი ცხოვრების 3 წამი ანდეს, ეს მართლაც გამოუვიდა. ყოველ ჯერზე, გარდა ერთი შემთხვევისა. ეს არ იყო ამბავი ვიღაცის დაუფიქრებელ საქციელზე. ეს იყო ამბავი 2 ადამიანის შესახებ, რომლებმაც ყველაფერი სწორად გააკეთეს. მაგრამ ეს მაინც არ აღმოჩნდა საკმარისი. ჩვენ შემდეგ ამბავში შერპა კეორიზე კამერას თავის მეკლდეურ პარტნიორზე მიმართავს. მეცნიერზე, რომელიც ყინულის კედლიდან შვიდად სრული კონტროლით ეშვება და ყველაფერს სწორად აკეთებს. შემდეგ ის კამერას მთებისკენ ატრიალებს. რამდენიმე წამში ისევ აბრუნებს. თოკი ისევ იქაა. ადამიანი ავარ. არ გამოტოვოთ შემდეგი ვიდეო.